კარგი, მოკლედ დავიწყოთ ჩვენი თემა. ეხება განათლებას და მეცნიერებას შუა საუკუნეებში. წინაზე განვიხილეთ ზოგადად საქალაქო ცხოვრება როგორი იყო შუა საუკუნეებში, რა სტილის მმართველობა იყო, ვინ ედგა სათავეში ამ შემთხვევაში, ვინ ვის ედგა სათავეში. იერარქიულ პრინციპს გულისხმობ, რომ მეფე იყო ფეოდალური კიბის სათავეში, ის მართავდა საფეოდალო პროვინციებს, განაგებდა მთლიანად სახელმწიფოს, ფეოდალები ემსახურებოდნენ მეფეს და ასევე რაც უნდა გამოიკვეთოს, ამის გარდა არის ის, რომ სასულიერო პირს ჰქონდა საკმაოდ ბევრი უფლებები და შესაბამისად შუა საუკუნეებში, რომელიც ხშირად წარმოგვიდგენია ხოლმე ბნელ საუკუნეებად, ისტორიოგრაფიული სურათი უფრო ალბათ რთულია. ევროპაში კულტურის ნაწილი უფრო რაღაცა დაიკარგა და ევროპაში ნამდვილად დაიკარგა, იმიტომ რომ ის რაც განათლების ინსტიტუციურ გადარჩენას გულისხმობდა, ფაქტობრივად არ არსებობდა ქრისტიანთა დევნის შემდეგ და ის ძველი ფილოსოფოსების ნაშრომები, რომელიც ალბათ უმნიშვნელოვანესი მიღწევა და ნაშრომები იყო, რაც კი ზოგადად შექმნილა ანტიკურ სამყაროში, ხო? აი ესენი როგორც ასეთი ევროპაში გაქრა. ანუ ეს ნაშრომები ვეღარ ასულდგმულებდა ზოგადად ევროპულ საზოგადოებას და რომ არა არაბები ალბათ ევროპა კიდევ დიდხანს ვერ შეძლებდა რაღაცნაირად გაღვიძებას და ეს არის თავარი პრინციპი, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ხო, რაც შეეხება უკვე შემდგომ ეტაპს, ეს უკვე აუცილებლად არის ბიზანტიასთან კავშირში. ბიზანტია, რომელიც არის ანტიკური სამყაროს მემკვიდრე, ჩემ გამოსახულებას თუ ხედავთ? ხო. ბიზანტია, რომელიც არის ანტიკური სამყაროს მემკვიდრე და ფაქტობრივად რომის დაცემის შემდეგ ის განაგებს ზოგადად აი ამ მემკვიდრეობითი პრინციპის ფორმირებას, განვითარებასაც იგი უწყობს ხელს და შესაბამისად ის ახალი ტიპის სასწავლებლები, რომელიც შემდგომ საუკუნეებში შეიქმნა, ერთი შეხედვით ჩვენ ლოგიკურად შეგვეძლო მოგვიაზრებინა, რომ ბიზანტიამ შექმნა ეს სასწავლებლები და უნივერსიტეტები, რომ ბიზანტიამ ჩამოაყალიბა და ბიზანტიამ მოგვიტანა ეს უნივერსიტეტები, მაგრამ აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი უნდა დავსვათ, რეალობა ცოტა სხვა იყო და სხვანაირი იყო და ამაში იგულისხმება აუცილებლად ის, რომ თვითონ უნივერსიტეტი, რომელიც არის შუა საუკუნეების ალბათ ყველაზე ევროპული ქმნილება არა, იმიტომ რომ რაღაცა ცოდნა მიიღებოდა ამ უნივერსიტეტებში და ყველაფერზე მიიღებოდა უკვე ცოდნა. იმიტომ იყო მთავარი, რომ მან ანუ უნივერსიტეტმა ცოდნის სწავლება გააერთიანა რაღაც კორპორაციულ წესრიგში. და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ ყველაფერში ბრალი ბიზანტიას არ მიუძღო და ბიზანტიამ არა მარტო რომის იმპერიის მემკვიდრეობა დაივიწყა რეალური მემკვიდრეობა, მხოლოდ სახელიღა გადაიღო, არამედ დაივიწყა ზოგადად იქ არსებული ყველა მიღწევა, კულტურა და მოერგო ახალ ქრისტიანულ იდეოლოგიას, რომელმაც საერთოდ შეცვალა ბიზანტიური განვითარების სქემა მთლიანად და ნათლად რომ გამოიკვეთოს, ბიზანტია ფაქტობრივად ცალკე იმპერიად ჩამოყალიბდა და ის რომ უნივერსიტეტი თითქმის აქედან არ არის შექმნილი ამ იმპერიიდან და სადღაც სხვა სივრციდან არის მოსული, ამას ნათლად მოწმობს თუნდაც ის, რომ ბიზანტიელები ძალიან მოგვიანო პერიოდში ახერხებენ ისეთი ასე ვთქვათ დონის და სწავლების სასწავლო თეორიების განვითარებას, რაც ბევრად უფრო ადრე მაგალითად არაბებმა შეძლეს, ხო? აი ამას ფაქტობრივად თვითონ უნივერსიტეტს, რომელიც
საყრდენი იყო შუა საუკუნეების საგანმანათლებლო სივრცის და ანტიკური ეპოქის გამოძახილი იყო ფაქტობრივად და თვითონ სიტყვა უნივერსიტეტს თავდაპირველად ნიშნავდა კორპორაციას, გაერთიანებას და მხოლოდ შემდგომ დაუკავშირდა ეს უნივერსიტეტი ოსტატებისა და სტუდენტების გილდიას, როგორც ასეთი და განსაკუთრებით ათენის აკადემია, რომელიც სახელგანთქმული ცენტრი იყო, რომელიც მეოთხე საუკუნეში პლატონმა დააარსა და ეს ათენელი სტუდენტები იმდენად ამაყობდნენ საკუთარი ცოდნით, რომ ერთი ავტორის შენიშვნით თავის თავს ისინი ნახევრად ღმერთებად მიიჩნეოდნენ, ხოლო ის ადამიანები, ვინც არ სწავლობდნენ და არ, ასე ვთქვათ, იღებდნენ განათლებას და ცოდნას მთელი სიცოცხლის მანძილზე, მათ უწოდებდნენ ნახევრად ვირებს. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია პრაქტიკაში თითქმის ყოველდღიურობაში გამოკვეთილია და უნდა აღინიშნოს, რომ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ბიზანტიამ შეძლო ბერძნული განსწავლობის შენარჩუნება, სანამ იუსტინიანემ არ დაიწყო ამ ფილოსოფოსების დევნა, რაც ანტიკურ ხანაში შეიქმნა თითქმის აისახა ბიზანტიურ, ასე ვთქვათ, მოდელში, ოღონდ როგორც წეგან გითხარით, არა იმდენად და იმ დონეზე, რომ ბიზანტია გამხდარიყო აი ამ ფილოსოფიური გამოღვიძების, ანტიკური ფილოსოფიური გამოღვიძების საყრდენი წერტილი და სამწუხაროდ ზოგადად ევროპამ დაკარგა ის მთელი სიკეთეები, რაც ანტიკურმა ფილოსოფოსებმა მოუტანეს მაშინდელ კაცობრიობას და ბიზანტია ჩამოყალიბდა ქრისტიანულ თეოლოგიასთან ერთად, რამაც გარკვეული მისტიკური ხედვები განსაზღვრა სამომავლო განათლებაში, მათ განათლებაში განსაკუთრებით. ადრეულ შუა საუკუნეებში ძალიან დიდი ადგილი ეკავა საგანმანათლებლო მინიმუმს და ეს საგანმანათლებლო მინიმუმის ფუნქცია და როლი მორგებული ჰქონდა სკოლას და ამ სკოლის სათავეში, აი ამ შემთხვევაში აუცილებლად იდგა ეპისკოპოსი, მონასტერი, ეკლესია, რომელიც ძირითადად განაგებდა ამ სასწავლო პროცესს და სწავლა დიდწილად იყო დამოკიდებული და დაყრდნობილი ეკლესიაზე და როგორც კლასიკური უნივერსიტეტის ისტორიკოსი ჰასტინგს რაშთალი ამბობს და ხაზგასმით აღწერს, ევროპის განათლება გარკვეული ხანის განმავლობაში ძირითადად იყო მონაზვნების ხელში და მონასტერი იქცა პრაქტიკულად სასწავლო სივრცეთ, უნივერსიტეტად და სანამ უშუალოდ უნივერსიტეტები დაიწყებდნენ ფუნქციონირებას და შეიქმნებოდა რაღაც ახალი, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა იდეოლოგიზირებული სასწავლო სივრცისგან, როგორც იყო მონასტერი ანუ სკოლა, ხო, მანამდე იყო ეს სასწავლებელი დაკომპლექტებული მთლიანად რელიგიური პრინციპებით, რელიგიური წესებით, უფრო მკაცრი, უფრო ცივი ამ შემთხვევაში და არა ნაკლებად თავისუფალი ამ შემთხვევაში. რა სწავლობდნენ ახლა ამ სივრცეში და რა მიზნები ჰქონდათ ზოგადად, საბაზისოდ ყალიბდებოდა ალბათ ლიბერალური ხელოვნების მოდელი, ამ ლიბერალურ ხელოვნების მოდელს ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ ტრივიუმი და ეს ტრივიუმი ძირითადად მოიცავდა გრამატიკას, მოიცავდა რიტორიკას და მოიცავდა ასევე დიალექტიკას, იგივე ლოგიკას. და მათ შორის ტრივიუმთან ერთად ისწავლებოდა კვადრიუმი, რომელშიც შედიოდა არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია. აი ამ ყველაფერს ჩვენ შუა საუკუნეებში ვუწოდებთ 7 თავისუფალ ხელოვნებას, ამიტომ განათლებასა და მეცნიერებაში ჩვენ აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, რომ 7 თავისუფალი ხელოვნება იყო ფუძე ყველანაირი სასწავლო დისციპლინებისა, ანუ რა, ტრივიუმი და კვადრიუმი, გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა, ანუ ლოგიკა, ეს სამი, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია. ძალიან გთხოვთ, ეს შეგიძლიათ მოინიშნოთ, იმიტომ რომ თქვენს წიგნებში არ წერია და რაღაცნაირად ზოგადად დაგამახსოვრდეთ. ამ ჩარჩოს მიზანი რა იყო? ამ ჩარჩოს მიზანი იყო არა მხოლოდ რაღაცა სასკოლო ერუდიციის, ანუ განათლების ამაღლება, არამედ სასულიერო პრაქტიკის უზრუნველყოფაც, რაც შუა საუკუნეების მთავარი კრედო და გამოძახილი იყო და შესაბამისად
ეს სასულიერო პრაქტიკა ძირითადად ასევე მოიცავდა ლიტურგიას, ტექსტების კითხვას, ქადაგებას, რაღაცა დოგმატურ კამათს, დავას, დისკურსებს და აი ამ დოგმატურ დავაში და კამათში ყალიბდება ორი ძირითადი მიმართულება, მიმდინარეობა, რომელიც არის სქოლასტიკა და რომელიც არის მისტიკა. რა იყო სქოლასტიკა და რა მიზნები ჰქონდა სქოლასტიკოსებს? მისტიციზმიც და სქოლასტიციზმიც არის საეკლესიო წესებიდან ამოსული რაღაცა თეორიული დისციპლინები ფაქტობრივად, რომელიც გარკვეული პრინციპებით ასაბუთებს რწმენაში კონკრეტულ ფაქტებს. მაგალითად, სქოლასტიკოსების აზრით პირდაპირ იყო ხაზგასმა, რომ რწმენა და ცოდნა არის თავსებადი, რასაც ვერ ვიტყვით მისტიკოსებზე და მისტიკოსების ნაწილში, ანუ მისტიციზმში პირდაპირ იყო გამოკვეთილი, რომ ჩვენ ყველა ამ შემთხვევაში არსებითად თუ გვწამს რაღაცის ვალდებულები აღარ ვართ, რომ ის დავასაბუთოთ. რწმენას არ ჭირდება დასაბუთება და სქოლასტიკოსები ამ ნაწილში ძალიან მკაცრად ებრძოდნენ მისტიკოსებს, ვინაიდან გონებას სჭირდებოდა მკაცრი ლოგიკური ანალიზი, რომ პასუხი გაეცა ყველა შეკითხვისთვის და მთავარი იყო განსჯისას ფილოსოფოსებს არ გადაეხვიათ საღვთო წერილიდან და აი ეს არსი თვითონ სახარებისა, რაც ქრისტიანობაში არსებობდა, ეს არ დაკარგულიყო. ანუ რეალურად სქოლასტიკოსებმა ჩამოაყალიბეს ზუსტი აზროვნების ფორმა, რომელიც კონკრეტულ პასუხებზე გადიოდა და იხმარებდა მეცნიერებას, რაც სხვათა შორის აკრძალული იყო და მეცნიერება, რაშიც იგულისხმება ბევრი მიღწევა თანამედროვე თუ ძველი სამყაროების, ეს არ იყო მიღებული ეკლესიის მიერ და მათ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში კოცონზე წვავდნენ ხოლმე და ელოდათ ერეტიკოსობაში სდებდნენ ბრალს და კარგად, ანუ ჭკვიანი არ უნდა ყოფილიყავი მარტივად რომ ავხსნათ, საკმარისია გწოდნოდა თუ სასულიერო პირი იყავი, ვინ იყო ქრისტე და როგორი პრინციპები ჰქონდა რომის პაპს პირობითად და იმ პრინციპების გააზრება დაგეწყო. თუმცა იყვნენ ძალიან ბევრი და გამორჩეული ადამიანებიც. ამიტომ ქრისტიანული ფილოსოფია ძირითადად გაჟღენთილი არის მე-15 საუკუნეებში აი ამ არსებული თეოლოგიური მიმდინარეობით, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ სქოლასტიკა და სქოლასტიკა უშვებდა სწორედ ეკლესიური დოგმების თეორიული დასაბუთების შესაძლებლობას, რასაც ვერ ახერხებდა მაგალითად მისტიციზმი და მისტიციზმი ამ ნაწილში საერთოდ განსხვავებული წესებით და პრინციპით იყო ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე სქოლასტიკოსები და მისტიკოსები არის ალბათ ის ყველაზე ისეთი ძირეული ხედვა, რამაც საერთოდ შეცვალა აღქმა ზოგადად შუა საუკუნეებში განათლების წარმოდგენების შეცვალა და ამაში მათ შორის დაპირისპირება იგულისხმება ძირითადად. რა დაპირისპირება ჰქონდათ მათ? აქ არის ორი ძირითადი ფიგურა, რომელზეც ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება და აუცილებლად გამოკვეთოთ, რომ სქოლასტიკა არის იგივე გონებაზე ორიენტირება. ანუ სქოლასტიკა არის რაციო, ლოგიკაზე, ანუ დისპუტზე დაფუძნებული ცოდნა, რომელიც გარკვეულად უფრო მყარ პასუხებს და დასკვნებს იძლევა და მისტიკა, ანუ ექსპერიენტია არის ძირითადად პირად სულიერ გამოცდილებაზე დაყრდნობილი ცოდნა, შინაგან ხედვებზე, ღმერთთან უშუალო კავშირზე ორიენტირებული ცოდნა, ორიენტირებული გზა არის და ეს ორი ადამიანი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ პრეზენტაციაზე, პიერ აბელარი და აბატი, ანუ მღვდელი ბერნარდ კლერვოელი, არის ორი მიმართულების, ამ ორი ძირითადი მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენელი. პიერ აბელარი ამბობდა, შეიცან, რათა ირწმუნო და თანამედროვე ისტორიოგრაფიის ხაზგასმით ეს ორი გზა ერთმანეთთან მაინც და მაინც არა მტრულად, არამედ დიალექტურად თან არსებობდა. და ბერნარდ მაკკინი პირდაპირ წერს, რომ მისტიკა არ არის სქოლასტიკის ალტერნატივა, ის არის ქრისტიანული აზრის პარალელური ენა. ანუ რა, რომ მისტიკოსები როგორც აღიქვამენ სამყაროს, ეს არ არის დანაშაული, ის არსებობს სქოლასტიკასთან, უბრალოდ მათი აღქმა პარალელურად სხვანაირია, ანუ სხვანაირად აღიქვამენ ისინი სამყაროს და საბოლოო ჯამში სქოლასტიკა, რომელიც პირდაპირ გონების დისციპლინას მოიცავს და
თვითონ ტერმინი სქოლასტიკუს თავდაპირველად აღნიშნავდა სკოლის ადამიანს და თავის მხრივ სკოლა რა არის? კიბე, ხო? საფეხურებრივი ასვლა ქვემოდან ზემოთ. მე-11-მე-13 საუკუნეებში უკვე ის გადაიქცა აზროვნების მეთოდად, რომელიც ეფუძნებოდა ძირითადად ავტორიტეტულ ტექსტებს, მაგალითად აქ არის ბიბლია, წმინდა მამების გადმოცემები, არისტოტელე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი იყო, ლოგიკური ანალიზი, წინააღმდეგობათა ფორმულირება და მათი გადაწყვეტა. და სქოლასტიკა მარტივად რომ ავხსნათ, არ ნიშნავს და ნიშნავდა რაღაცნაირად მშრალ თეორიას. ეს იყო ძალიან მსუყე, კარგად დასაბუთებული თეორია და თეორიები, რომლებსაც გავყავდით გარკვეულ პრინციპებამდე და შედეგებამდე. აქედან გამომდინარე, აქ გასააზრებელი არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ არა სქოლასტიკოსები და მხოლოდ მისტიკოსები რომ ყოფილიყვნენ, ძალიან რთულად და გაიწელებოდა სავარაუდოდ არსებული მდგომარეობა შუა საუკუნეობრივი გარდაქმნისა, რაც ნელ-ნელა ჩამოყალიბდა. მეთოდი მაგალითად, რაც სქოლასტიკოსებს ჰქონდათ, რომ გონების გაწვრთნას მიუყავართ ჭეშმარიტებისკენ სვლაში და ჭეშმარიტებისკენ სვლაში აუცილებელია გონება ავარჯიშო და ეს მეთოდი ლექტიო, კვესტიო, დისპუტიო, ანუ ლექცია, კითხვა და მოისმინო რაღაც, დასვა კითხვა და დისპუტში შეხვიდი არის მათი მთავარი არსი. ლექტიო არის ტექსტის კითხვა და კომენტარი, კვესტიო არის პრობლემის ფორმულირება, თუ ღმერთი ყოვლის შემძლეა, მაშინ ეს რატომ არის ასე. და ასე შემდეგ. დისპუტიო, ანუ არგუმენტები, რომელსაც ფაქტობრივად კონტრა რაღაცა ესეთ ქსელურ დაპირისპირებაში ჯვარედინდა დაკითხვაში ავლენდნენ ხოლმე ძირითადად და დეტერმინატიო, ანუ სინთეზი, დადგენა, შეთანხმება აი ამ პრინციპებისა და საბოლოო ჯამში ისევ ჰასტინგ რაჩელს რომ დავესესხოთ, სქოლასტიკას იგი უწოდებს უნივერსიტეტების და უნივერსიტეტის ინტელექტუალურ ძრავს. სქოლასტიკური აზროვნება, რომელიც ამ შემთხვევაში თანამედროვე სამყაროშიც არსებობს და სქოლასტიკური ხედვა არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და პრინციპი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ცოდნის სტანდარტიზაცია და გადაცემა. ანუ ჩვენ ცოდნა თუ გვინდა გარდავცეთ, აი ამ მეთოდით უნდა ვიარსებოთ ძირითადად, რომელსაც როგორც გითხარით, ქვია სქოლასტიკური კლასიკური სტრუქტურული მეთოდი, ლექტიო, კვესტიო, დისპუტიო, დეტერმინატიო, ანუ მიყვე აი ამ 4 ფენას, რომელიც არსებითად ადგენს სააზროვნო ლოგიკური ანალიტიკური აზროვნების ეტაპებს ამ შემთხვევაში. რაც შეეხება მთავარ ფიგურებს, ვინ იყვნენ ამ შემთხვევაში მთავარი ფიგურები, აქ არის ერთი პიერ აბელარი, რომელსაც თქვენ ხედავთ, რომელიც ალბათ პირველი იყო და პირველი იწყებს აი ამ აზრით და მიმართულებით სქოლასტიკური აზროვნების ფორმირებას და ჩამოყალიბებას. მან დაწერა სხვათა შორის ამბავი ჩემი უბედურებისანი, თქვენს წიგნებში მოცემულია პატარა წყაროს სახით. მას ყავდა შეყვარებული, რომელთანაც ერთადაც უნდოდა ეცხოვრა მთელი ცხოვრება, მაგრამ გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო სწავლული, სწავლა სიცოცხლემდე, სიკვდილამდე და ის ძალიან დიდი ტრაგიზმით ეუბნება, რომ მე შენ ვერ შეგიყვარებ, რადგან უნდა ვისწავლო, ეს არის ჩემი ცხოვრების წესი და პრინციპი. ასევე კიდევ ყავს ჩვენ მეორე გამორჩეული ფიგურა, ეს არის ანსელმ კენტერბერიერი, რომელმაც რწმენა შექმნა, რწმენა, რომელიც გონებას ეძებს და აყალიბებს. ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი არსი მისი ცხოვრებიდან და მესამე ყველაზე გამორჩეული ფიგურა აქ არის თომა აკვინელი და ალბერტ მაგნუსი და თვითონ ალბერტ მაგნუსი არის ამ შემთხვევაში საყრდენი ფუძე, რომელსაც დაეყრდნო თომა აკვინელი. თომა აკვინელს საერთოდ მწვერვალად მიიჩნევენ ზოგადად სქოლასტიკური აზროვნებისა და როგორც ეტიან ჟილსონი ამბობს, აკვინელი არ ამცირებს რწმენას გონებით, პირიქით გონებით აძლიერებს რწმენას და სხვათა შორის თომა აკვინელმა შეძლო გონის ფასეულობის აღიარება ფართო საზოგადოებებში და მისი აზრით არსებობდა ამას გარდა ზეგონიერი მოვლენები, რომელთა ლოგიკური ახსნაც შეუძლებელი იყო და
ალბერტ მაგნუსმა შეიძლება ითქვას, რომ პირველად გააკეთა ის, რაც გააკეთა არისტოტელე, რომელიც აქამდე მიიჩნეოდა წარმართად და დევნილად, იგი დაუკავშირა ქრისტეს. და პირდაპირ თქვა, ცოდნა, ანუ არისტოტელეს ცოდნა იძლევა რწმენის უკეთესად შეთვისების და შეცნობის საშუალებას და ამგვარად უნდა გამოიკვეთოს, რომ პიერ აბელარი, რომელმაც თქვა შეიცან, რათა ირწმუნო, ალბერტ მაგნუსი ცოდნა იძლევა რწმენის უკეთესად შეთვისების საშუალებას და თომა აკვინელი, რომელმაც რწმენა გონებით კი არა, არამედ გონებას რწმენით შეცნობა და გაძლიერება დაიწყო, შექმნა მთლიანად ახალი სამყარო აზროვნებაში ფილოსოფიისა და ქრისტიანული თეოლოგიის სინთეზი მოხდა არსებულ მისტიკურ პრაქტიკასთან. და შესაბამისად ჩვენ უკვე მივიღეთ ის, რაც მივიღეთ ამ შემთხვევაში მე-15-მე-16 საუკუნეში გარკვეულწილად დაიწყო დიდი რეფორმაცია, რომელსაც მერე კონტრრეფორმაცია მოჰყვა და ამ შემთხვევაში პაპობის ისტორიაში ეს ძალიან გამოსაკვეთი პრაქტიკაა. რაც შეეხება უკვე მისტიკოსთა საზოგადოების მეორე გამორჩეულ ფიგურას, რომელსაც ჩვენ აბატ ბერნარდ კლერვოლს ვუწოდებთ, და ზოგადად სანამ მის პიროვნების განხილვაზე გადავალ, უნდა გავიაზროთ საერთოდ რა არის მისტიკა და მისტიციზმი, რაც ძალიან პოპულარული და ფართოდ გავრცელებულია დღესაც კი და მას ადამიანთა უმრავლესობა სქოლასტიკური აზროვნებით არ გამოირჩევა. ადამიანთა უმრავლესობა დაბადებიდანვე არის მისტიკოსი. და ქრისტიანული მისტიკა არის ღმერთის ცნობიერების ახალი ფორმა, რომელიც დაფუძნებულია გამოცდილებაზე და არა სწავლებაზე. და რეალურად ჩვენ ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, გამოცდილებიდან გამომდინარე ვაკეთებთ შემდგომ და არა სქოლასტიკური გამოცდილებიდან. რაც გულისხმობს, რომ შენ ისწავლო, წინასწარ მიიღო თეორიული გამოცდილება იმისა, რაც მერე შეიძლება დაგჭირდეს და გამოგადგეს და იქედან გამომდინარე დაიწყო აზრობრივად რაღაცების დალაგება და გადალაგება. ანუ წინასწარ იცოდე, რომ თუ ცეცხლის ალში შევარდები, დაიწოვი მაგალითად. და არა მერე როცა ცეცხლი დაგწვავს, მერე გაიგო, რომ თურმე ცეცხლი გწვავს. და ასეთი რაღაცა პრინციპები, ანუ რეალურად ეს არის გამოცდილებაზე ორიენტირებული ცნება, რაც ამ შემთხვევაში სქოლასტიკისგან რადიკალურად განსხვავდება და მისტიკოსები, რაც ყველაზე უცნაურია, ხშირად იყენებენ პარადოქსებს. აი ძალიან უცნაურ პარადოქსებს, რაღაცა მეტაფორებს, პოეტურ მეტაფორებს განსაკუთრებით, აი აგეოგრაფიაში ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი პარადოქსული და პოეტური მეტაფორები გვაქვს, რომლებიც ფაქტობრივად არის დაუსაბუთებელი, ვერ დაასაბუთებ, აი მაგალითად მდუღარე ქვაბში ჩააგდეს წმინდანი და გადარჩა, აი მაგალითად ცეცხლის ალში გაიარა და არ დაიწვა. რაღაცა 304 ნაწილად დაჭრეს და აღდგა და აი ქრისტეს აღდგომა თავისი არსით სქოლასტიკური ხედვით დაუდასტურებელია და ვერ დასტურდება ამ შემთხვევაში. და ეს ყველაფერი თვითონ მთლიანად ისტორიული ხედვით ეფუძნება ამ შემთხვევაში მისტიკურ ნაწილს. ეს ენა, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის სუსტი ენა სხვათა შორის და არის განზრახ არალოგიკური, ამას ხაზგასმით ვამბობ. ეს არის განზრახ არალოგიკური, რადგან ცდილობს გამოხატოს ის, რასაც ლოგიკურად ვერ გამოთქმავ. ანუ მისტიციზმი გამოუთქმელ რაღაცებს გამოთქვამს და მისტიციზმის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან რასაკვირველია აბატი ბერნარ კლერვოელი, რომელიც არის ამოღდე ფუძემდებელი, ამოღდე არის სიყვარულის თეოლოგიის ფუძემდებელი და მან თქვა, რომ გიყვარდეს და საკმარისია უკვე ეს ყველაფერი. თუ შენ უბრალოდ ვინმეს შეიყვარებ, ამ შემთხვევაში პრინციპი აღარ გჭირდება მისი დასაბუთება და ქრისტიანული არსის ერთ-ერთი ხედვა ამაზე არის დაფუძნებული, გიყვარდეს ყველა როგორც საკუთარი თავი. და მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა გამოვყოთ მისტიკოსებთან, ეს არის მაისტერი ეკჰარტი, ღმერთის ნაპერწკალი ადამიანში, რომელიც ფაქტობრივად მისტიკური არსით ხსნიდა ყველაფერს და თვალი, რომლითაც მე ვხედავ ღმერთს, როგორც ეკჰარტი ამბობდა, იგივე თვალია, რომლითაც ღმერთი მე მხედავს. ამიტომ ამას ცალკე ახსნები აღარ უნდა და არაფერი აღარ სჭირდება ამ შემთხვევაში.
თვითონ არისტოტელე, რომელიც ალბერტ მაგნუსმა, როგორც წეგან გითხარით, დააკავშირა ამ შემთხვევაში ქრისტესთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო დაკარგული. ანუ პრაქტიკულად ალბერტ მაგნუსი რომ არა, ხო, არ ხდებოდა არისტოტელეს ნაშრომების გადააზრება იმ დონეზე და ისეთ დონეზე, რაც გარკვეულწილად შეუქმნიდა საზოგადოებას, მისცემდა ახალ აზროვნების ფორმას და ხედვას. და შესაბამისად ეს არისტოტელეს დაბრუნებაზე ძალიან დიდი როლი ითამაშა არაბმა სწავლულმა ავეროესმა, რომელიც არის ამ შემთხვევაში ერთ-ერთი საყრდენი არაბულ მეცნიერებაში და განმანათლებლობაში და არსებობს გამოთქმა არისტოტელემ ახსნა ბუნება, ხოლო ავეროესმა თვითონ არისტოტელე ახსნა. შუა საუკუნეების დასაწყისში თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით ქრისტიანთა გავრცელების პირობებში იდევნებოდა ქრისტიანობა და ამ პერიოდში ასევე ფილოსოფოსები და ანტიკური ღმერთები იყვნენ ქრისტიანობის წინააღმდეგი რგოლი და ამიტომ ფილოსოფიის ამოძირკვა ქრისტიანების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი როლი იყო და შესაბამისად მათ ნაშრომებს არაფრად არ აგდებდნენ და პრაქტიკულად დევნიდნენ და რაღაც პერიოდის განმავლობაში არისტოტელე როგორც აზროვნების მთავარი, ანუ სქოლასტიკური აზროვნების ერთ-ერთი საყრდენი პრაქტიკულად არ არსებობდა, არ გამოიყენებოდა იმ დოზით, როგორც მერე უკვე დაიწყო განსაკუთრებით, ამიტომ უნდა გამოიკვეთოს, რომ ჩვენ შუა საუკუნეებში ხშირად ვხვდებით უფრო მისტიკურ აზროვნების ფორმას, ვიდრე იმ ბუნების ფილოსოფიას, რაც პრაქტიკულად ავეროესმა ახსნა და შესაბამისად ავეროესის ეს ცხოვრება და ესეთ მოღვაწეობა მთლიანად მიძღვნილია არისტოტელეს ნაშრომების თარგმანზე, გაღვიძებაზე, გაცოცხლებაზე და ეხლა როგორია, რომ ჯერ არისტოტელე წაიკითხო ორიგინალში, მერე ისინი გთარგმნო და ფაქტობრივად გააცოცხლო და გაავრცელო და ახსნა ამ შემთხვევაში და აი ამ პრინციპზე დაყრდნობით ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ შემთხვევაში კონკრეტულად ავეროეს იბნ რუშდს, იგივე მუსლიმ ფილოსოფოს, რომელიც არის დიდი ბერძენი არისტოტელეს ყველაზე ცნობილი და გამორჩეული მიმდევარი და მისი მოღვაწეობა არის შეიძლება ითქვას ასეთი შეუფასებელი და რაღაცნაირად აუწონავი, იმიტომ რომ მართლა დიდი როლი ითამაშა მან არისტოტელეს ნაშრომების თარგმნაში. ხო, რაც შეეხება უკვე დანარჩენ დეტალებს, რაც უნდა ჩვენ გამოვკვეთოთ, ზოგადად როგორი იყო სკოლებისა და უნივერსიტეტების ცხოვრება და სტილი ცხოვრების, იქ მოღვაწე ადამიანების ცხოვრების სტილი როგორი იყო და ამ შემთხვევაში რა პრინციპებზე ჩვენ შეიძლება დავეყრდნოთ და მივყვეთ ამ პრინციპებს, არის ძალიან საინტერესო. ზოგადად უნივერსიტეტი, როგორც ასეთი, შუა საუკუნეებში იყო არა ისეთი წარმოდგენითი, როგორც ახლა ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ, ამ შემთხვევაში რაც ზოგადად არსებობდა, რომ მეცნიერება ზოგადად არ იყო ისეთი, როგორც დღეს არსებობდა, მაგრამ აი სქოლასტიკოსებმა ნელ-ნელა გახადეს როგორც ასეთი აქციეს მნიშვნელოვან რგოლად ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეს სკიენტია, ანუ მეცნიერება თანამედროვე ლაბორატორიული მეცნიერებისგან განსხვავებით, შუა საუკუნეების მეცნიერება განსხვავდებოდა ლოგიკური წესრიგით, მაგალითად, ბევრად უფრო ლოგიკურად აგებული ცოდნა იყო, მიზეშედეგობრივი ახსნა, მაგალითად, არისტოტელისეული ტრადიციით და ეს ყველაფერი არისტოტელეს მოძღვრება თავს იყრის უნივერსიტეტებში და რაც ყველაზე მთავარი არის, ტექსტებზე დაფუძნებული დისციპლინა ჰქონდა და წამყვანი დარგები, როლები იყო მათ შორის ჰქონდა საგნებს და პიროვნებებს და მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამართალი, განსაკუთრებით რომაული სამართალი ბოლონიაში, ეს არის იუსტინიანეს კორპუსის ეგრეთ წოდებული გლოსები, რომელიც
მთლიანად ორიენტირებული იყო აი ამ სამართლებრივი კანონების და საოჯახო სამკვიდრო სამართლის შესწავლაზე. თეოლოგია, რომელიც პარიზში არის მწვერვალზე ასული და ფაქტობრივად უნივერსიტეტი არსებობდა პარიზის უნივერსიტეტი, რომელიც უშუალოდ თეოლოგიურ ცოდნას გაძლევდა, მედიცინა განსაკუთრებით და სალერნოს ტრადიციებით შემდგომ უნივერსიტეტებში ცალკე ჩაშლილი ფაკულტეტები და ბუნების ფილოსოფია, რომელშიც არისტოტელეს პლუს დამატებითი კომენტატორები, ასტრონომია, კოსმოლოგია, ლოგიკა, ეს ყველაფერი პრაქტიკულად საუნივერსიტეტო სივრცეში იყო გამოკვეთილი და აქ უნდა ითქვას, რომ უნივერსიტეტი იყო ეგრეთ წოდებული ცალკე სახელმწიფო ან ეკლესია, ან უნივერსიტეტი ხშირად ცალკე ბირთვად და ორგანოდ ყალიბდებოდა, როგორც მუდმივი მომლაპარაკებელი დამცველი შენი ინტერესებისა. უნივერსიტეტი მართალია დამოუკიდებლად ვერ გაჩნდებოდა, მაგრამ არც სრულად ხელისუფლების დანამატია, ანუ მეფესთან თანდევი რგოლი, სწორედ ამიტომ არის უნივერსიტეტების ისტორია ძალიან საინტერესო და უნიკალური, მუდმივად ლაპარაკობს პრივილეგიებზე, მუდმივად იურისდიქციაზე, გადასახადებზე, რა ვიცი, სტუდენტურ დისციპლინაზე და რაშდალი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტები ყალიბდებოდნენ ეკლესიური ავტორიტეტის სივრცეში და ფაქტობრივად ეკლესია მათ აძლევდა ეგრეთ წოდებულ სასწავლო ლიცენზიას და აი ამ ლიცენზიის ფარგლებში ისინი ნელ-ნელა იღებენ სტატუსს, რომ მეფეებიც და პაპებიც მათ ასე ვთქვათ, საჭიროება იყო, რომ მათ ესწავლათ უნივერსიტეტებში. ანუ უნივერსიტეტი აძლევდა ფართო ცოდნას უკვე ყველას და ლეგიტიმაციის გამცემი ასე ვთქვათ, ჯგუფი გახდა როგორც ასეთი და განსაკუთრებით აქ უნდა გამოიკვეთოს, რომ რომ არა უნივერსიტეტების არსებობა ალბათ და რომ არა ესეთი იმ კულტურის შექმნა, რაც თვითონ უნივერსიტეტებმა შექმნეს, კიდევ ბევრ რაღაცას განვითარების ნაწილში დააგვიანდებოდა და სხვანაირად იქნებოდა ეს ყველაფერი აღქმული. აქ უნდა გამოიკვეთოს ევროპაში ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი, რომელსაც ბოლონიის უნივერსიტეტს უწოდებთ 1088 წელს და დღეს მაგალითად ბოლონიის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტია, ცნობილი მიმართულება ამ შემთხვევაში და საქართველოს არის მათ შორის 2005 წლიდან ჩართული იყო და არის ბოლონიის პროცესში და საბოლოო ჯამში ეს უნივერსიტეტი პირდაპირ ხდება სქოლასტიკის საყრდენი. რატომ ხდება ეხლა სქოლასტიკა უნივერსიტეტების ენა როგორც ასეთი და არა მაინც და მაინც მისტიკა? აქ უნდა გამოიკვეთოს, რომ უნივერსიტეტი არის მასობრივი სწავლება და რაღაცეების სტანდარტიზაცია და სქოლასტიკური მეთოდი სწორედ აი ამისკენ იყო მიმართული, რომ რაღაცეებს მასობრივად სწავლობდნენ, რთული ტექსტების გადაქცევა მაგალითად გასავლელ კურსად მარტივად, რაღაცეების ძალიან მკაცრი განსაზღვრა, რაც თეოლოგიასაც და სამართალსაც ჭირდება გარკვეულწილად. ყველაზე მთავარი არის ცოდნის დასაბუთება და ცოდნის დასასაბუთებლად აუცილებელი იყო ლოგიკური რაღაცეები, ანუ გარემოებები ლოგიკური ყოფილიყო და აქ მეცნიერება დიდად ფეხს ვერ იყიდებს და შესაბამისად მე-12-მე-13 საუკუნეებში დასავლეთში არის ინტელექტუალური აფეთქების ხანა. ამ ყველაფერსთან ერთვის ქაღალდისა და საბეჭდი მანქანის გამოგონება, რომელმაც კიდევ უფრო დააჩქარა პროცესები და უნივერსიტეტებმა დაიწყეს თარგმნა, განსაკუთრებით ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ლათინური სამყარო შედის კონტაქტში არაბულ ენაზე შემონახულ განვითარებულ ბერძნელ მეცნიერებთან და აი ეს კონტაქტი და კერძოდ კორდობა საამიროში ჩამოყალიბებული სივრცე, ინტელექტუალური სივრცე, რომელიც საყრდენი ხდება და განმავითარებელი მერე მთელი ფილოსოფიური ცოდნისა და გავრცელებისა არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ტოლედოს თარგმნითი ცენტრები, რომელშიც ხშირად გამოიყოფა გარკვეული ეტაპები და ერთ-ერთი გამორჩეული არის გერარდ კრემოელი, რომელიც სწორედ ტოლედოში მუშაობდა 10 წლეულების განმავლობაში და ეს სივრცე ტოლედოს უნივერსიტეტის ხდება
გადამტანი ასტრონომიის, გამავრცელებელი მეცნიერების, არისტოტელეს ტექსტები და კომენტარები და იბნ რუშდის მათ შორის თარგმნილი, ყველაფერი არის სრულიად სხვაგვარი ხედვით. ეს არის რაღაცა კურსის ფორმა, რომელსაც კონკრეტული კრიტერიუმები აქვს და სტაბილურ ცოდნას აძლევს ზოგადად ახალ თაობას. შესაბამისად, უნივერსიტეტში ნაკლებად იყო მისტიკა, თუმცა უნდა გამოიკვეთოს, რომ მისტიკა მაინც არ არის რაღაცა მხოლოდ ექსტაზი ეგრეთ წოდებული, ანუ არამედ არის კიდე სხვა რაღაცეებიც, ანუ ეთიკა არის მაგალითად მისტიკა, დისციპლინა არის მაგალითად მისტიკა, ლიტურგიული ცხოვრება არის მაგალითად მისტიკა და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ მისტიკოსი ავტორები, ხო, მაგალითად ჰენრად ბინგენელი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია, ხშირად წერდნენ ბუნებაზე, სხეულზე, მედიცინაზე, მუსიკაზე და ასეთ რაღაცებზე და ყველაფერს უბრალოდ ხედავდნენ ღვთიური წესრიგის თვალით. ანუ როგორც სქოლასტიკოსი ხედავდა რაღაცებს ბუნებრივად და ლოგიკურად, ისე არ ხედავდა მისტიკოსი ის უფრო ღმერთის ამ შემთხვევაში აზროვნებას იყენებდა და ამ შემთხვევაში რადიკალურად განასხვავებდა უკვე ეს სქოლასტიკოსებისაგან. რაც შეეხება, ცალკე გამოვყოთ, მოდი მაინც არაბის სწავლული ავეროესი, როგორც კომენტატორი, იმიტომ რომ მან შექმნა წეღანდელის თქმის არ იყოს ახალი ერთიანი ინტელექტუალური თეზა, როცა უნივერსიტეტი იყო კრიზისულ ხანაში, მან ახსნა ინდივიდუალური აზროვნება და ლათინურ სამყაროში ავეროესის ინტერპრეტაციამ, განსაკუთრებით ინტელექტის ერთიანობის იდეამ, რომელმაც ძალიან მწვავე დებატები გამოიწვია, ხო შექმნა ძალიან ბევრი კითხვა და შესაბამისად ბევრი ნაშრომიც, მაგალითად როგორ შევათავსოთ არისტოტელეს ფსიქოლოგია ქრისტიანულ წარმოდგენებთან, სანამ ამას ალბერტ მაგნუსი გააკეთებდა ესე ფართო სახით, ავეროესმა სცადა. თომა აკვინელი პირდაპირ ამბობს, რომ ეს შეცდომა ინტელექტის შესახებ ავეროესიდან მოდის და საჭიროებს უარყოფასო, რომ რაღაცნაირად ანუ საზოგადოებამ არისტოტელეს ხანერად აღიქვასო და აი ამ ინტელექტუალურ დაძაბულობას უკავშირებენ ეკლესიაში გარკვეული ტიპის აკრძალვებსაც, მაგალითად გამართლება დასჯის ეპიზოდებია განსაკუთრებით 1870-77 წლებში და რეალურად ეს ყველაფერი იმასაც აჩვენებს, რომ უნივერსიტეტი იყო სივრცე, სადაც ფილოსოფიური თეზისი რეალურად იქცეოდა ხოლმე საზოგადოებრივ თეოლოგიურ პრობლემად და ამ შემთხვევაში კონკრეტულად რა იკრძალებოდა და ვის რა მიაწერეს და რა თემაზე იყო დებატი, წყაროებში ძალიან ფრთხილად არის მოთხრობილი, მაგრამ ფაქტია, რომ ავეროესის ინტერპრეტაციამ საზოგადოებრივი პრობლემა შექმნა, გარკვეული პრობლემა აღქმების და ამას ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა მის მიმართ. ამიტომ მაინც უნდა დავსვათ კითხვა, რატომ არის ავეროესი მნიშვნელოვანი მეცნიერებისთვის, იმიტომ რომ ავეროესის გავლენა არ შემოიფარგლა თეორიით სულზე, მისი ტექსტები ქმნის კომენტარებს, ტექნოლოგიას, ავტორიტეტს, ბუნებრივ ფილოსოფიურ ენას და შესაბამისად ამან ყველაფერი სხვაგვარად გადაალაგა. ხო, რაც შეეხება უკვე საქართველოს და მივდივართ ფაქტობრივად მიწურული იქნება ეს ჩვენი სალექციო თემის განათლება, მეცნიერება საქართველოს ოქროს ხანაში, ქართულ შუა საუკუნეებში და აქ რასაკვირველია უნდა გამოიყოს ორი ძირითადი კერა, სხვა ეპოქა სამწუხაროდ არ გვაქვს ისეთი, რომელზეც ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ შუა საუკუნეებში, მაგრამ ეს ნამდვილად არის ერთი თემა, რომელიც ეხება დავითის ეპოქას. ეს არის იყალთო, გელათი, ფილოსოფიური პროექტები, ევროპული უნივერსიტეტები, დასავლეთში ქალაქის კორპორაციული ინსტიტუტია ფაქტობრივად და საქართველოში, ასე ვთქვათ, მაღალი შუა საუკუნეების, რასაც ჩვენ ვეძახით, ამ დროს მონასტრები იქმნება და ესენი არის ცოდნის ძლიერი კერები, ხშირად არის საეკლესიო სამონასტრო კომპლექსები, რომლებიც ასრულებენ
აკადემიის ფუნქციას და მათ შორის გელათის აკადემია, რომელიც ოქროს ხანის პროექტია და ფაქტობრივად გელათის მონასტერი იმის გარდა, რომ თანამედროვე სამყაროში იუნესკოს აღწერაშიც ხაზგასმულია, რომ მონასტერი იყო მეცნიერებისა და განათლების ცენტრი და მის შიგნით არსებული აკადემია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო ძველ საქართველოში. ამის გარდა გელათს აქვს ცოტა სხვა დატვირთ, ანუ ეს არ არის რაღაცა ერთი შეხედვით მონასტერი, აქ არიან ცნობილი ფილოსოფოსები, სწავლულები, რომლებმაც ჩვენი ლიტერატურული შედევრი შექმნეს. ეს არის ვეფხისტყაოსანი, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, ხო? ანუ ქართული გენია, რაც ალბათ ვერ შეიქმნებოდა, რომ არა ეს მონასტრები და თავისი არსით ის შედეგი, რაც ამ ორმა და ბევრმა კიდევ სხვა პატარ-პატარა საგანმანათლებლო ცენტრებმა შექმნა, არის დასტური იმისა, რომ ნამდვილად არის და იყო უნიკალური ინტელექტუალური პროექტები საქართველოში და განსაკუთრებით საკვანძო ფიგურად სახელდება იოანე პეტრიცი, როგორც გელათის აკადემიის დამფუძნებელი, როგორც გელათის აკადემიის რექტორი და ტრადიციის მიხედვით იგი არის დიდი თეოლოგიური სკოლის ინიციატორი, რომელმაც საერთოდ სხვანაირი სამყარო შექმნა. და აქ საინტერესო არის ის პარალელები ევროპასთან, რაც უნდა გამოიკვეთოს, რომ თუ დასავლეთში ინსტიტუტი იყო ეგრეთ წოდებული კორპორაციული ქალაქი, საქართველოში გელათი არის სამეფო ეკლესიური კულტურული პოლიტიკის სივრცე და საქართველოში გელათი ემსახურება სახელმწიფოსა და ეკლესიის შეთანხმებულ ერთიან პროექტს ცოდნის ამ სახით მიღებას და ოქროს ხანის საქართველოს ეს თვითაღწერა, თარგმნა, კომენტარები, თეოლოგიური, ფილოსოფიური სინთეზები, ეს ყველაფერი არის განსაკუთრებით გამოსარჩევი და მნიშვნელოვანი დეტალი. იყალთოს მონასტრული კომპლექსი არის საქართველოს კულტურულ მეხსიერებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი კერა და აქ განსაკუთრებით გამორჩეული ფიგურა არის არსენ იყალთოელი. სწავლული საზოგადოების ფორმირება მასთან არის დაკავშირებული და ეს, ასე ვთქვათ, ადამიანი დეტალურად აღწერს, ქმნის კურიკულუმებს, აკადემიური პუბლიკაციებით ზუსტდება ფაქტობრივად ყველაფერი და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი დიდი დოზის სამეცნიერო სივრცე შექმნილი საქართველოში და განსაკუთრებით ახლა ასევე გამოსარჩევია იოანე პეტრიცი, ქართული ფილოსოფიის აღდგენა სწორედ მისი დახმარებით და თაოსნობით დაიწყო. ფილოსოფიისა და მართლმადებლური თეოლოგიის მამა, ნეოპლატონური ტრადიცია ჰქონდა, გავლენა ძალიან დიდი იყო მასზე და თანამედროვე კვლევებში იგი განიხილება როგორც ქართული ინტელექტუალური ცხოვრების ყველაზე მაღალი დონის მტკიცებულებად ადამიანად ამ შემთხვევაში, ვინც კი არსებობდა საქართველოში და დასავლეთში უნდა აღინიშნოს ერთი დეტალი, რომ სქოლასტიკა ცდილობს, რომ არისტოტელე გამოიკვეთოს და არისტოტელეს დაემატოს თეოლოგია და არისტოტელესა და თეოლოგიური სინთეზი შეიქმნას. რაც შეეხება გელათში, გელათის გარემოში და პეტრიწონში მუშაობს სულ სხვანაირი ხედვა. განსხვავებით დასავლეთისგან, იქ რომ არისტოტელე იყო, ჩვენთან არის ნეოპლატონიზმი, ნეოპლატონის დამატებული თეოლოგია და აი ამ მიმართულებით განვითარება, აქ არის პროკლეს ტექსტების თარგმნა, კომენტარები და სხვადასხვა ისინი ხედვები და ანუ ნეოპლატონური და არისტოტელესეული ხედვები ჩვენ შემთხვევაში განსხვავდებოდა დასავლეთს ამით არ გვავდით. აქედან გამომდინარე სქოლასტიკაც და მისტიკაც ერთ ეპოქაში, მიუხედავად ისა, რომ არსებობს, შუა საუკუნეების ინტელექტუალურ ცხოვრებაში ჩანს შემდეგი, რომ სქოლასტიკა ქმნის საჯარო საკლასო გონების დისციპლინას, რომელიც არის როგორც ვამტკიცებთ და ვუპირისპირდებით, როგორც ვალაგებთ წინააღმდეგობებს, ყველაფერი ეს ამ შემთხვევაში და მისტიკა ქმნის პირად ლიტურგიულ გამოცდილების ენას და ალაგებს ძირითადად რას, როგორ ცხოვრობს სახელმწიფო ჭეშმარიტება, როგორ ცხოვრობს ჭეშმარიტება თვითონ ადამიანში, საზოგადოებაში და როგორ შეიძლება გარემო გარდაიქცეს ღმერთის ხედვით საუკეთესო ხედვად. აი ამ პროცესს
მისტიციზმი მერე ავითარებს პროვიდენციალისტურ აზროვნებას. პროვიდენციალიზმი არის აზროვნების ფორმა, რომლის მიხედვითაც ყველაფრის განსჯა, რაც კი ხდება ჩვენს გარშემო ღმერთის სამართლის ნორმებით ხდება და რაც ხდება ფაქტობრივად ღმერთს ასესულს პრინციპია და შესაბამისად უნდა გამოიკვეთოს, რომ უნივერსიტეტი დასკვნის სახით რომ თქვათ, არის შუა საუკუნეებში როგორც ინტელექტუალური გამოგონება ნამდვილად და ევროპის უნივერსიტეტების ხანა მე-12-მე-14 საუკუნეებში არის პერიოდი, როცა პირველად ფართოდ შეიქმნა ინსტიტუტი, კორპორაციები, პრივილეგიები, ხარისხები, მეთოდები, აქ არის სქოლასტიკური აზროვნების მეთოდოლოგია, ტექსტის ქსელები, თარგმანები, კომენტარები, ავტორის სინთეზი და საზოგადოებრივი ძალა ამ შემთხვევაში და ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და ნახოთ ფილმი უმბერტო ეკოს ვარდის სახელი, რომელიც არის რა ვიცი, რაღაცა საოცარი ნაწარმოები, თუ წაკითხული გაქვთ ხო ძალიან კარგი და ფილმიც არსებობს ამასთან დაკავშირებით, რა ხდება შუა საუკუნეების მონასტრებში, რა როლი აქვს არისტოტელეს, ვინ არის არისტოტელე და როგორი აზროვნების ფორმა არის მისტიციზმი, აი ამ ფილმში ძალიან კარგად ნახავთ. ეს არის აუცილებელი დავალება აბიტურიენტებისთვის, რომ თქვენ ნახოთ ეს ფილმი, ვარდის სახელი, ან წიგნი წაიკითხოთ, საერთოდ ფლად უკეთესი თუ არ გაქვთ წაკითხული. აქ ამოვწურავ მოკლედ ამ ნაწილს და შევჩერდები